ბრუნდებით რეკლამი და ძვირფასო ტელემაყურებლები მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩემი ძალიან ახლო კარგი მეგობარი, ქალბატონი ეკა კვესიტაძე. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. შენთან საუბარი ისე ძალიან მიყვარს ხოლმე, იმდენად კარგად ლაპარაკობ. ისე გემრიელად იცი ხოლმე რაღაცა ისეთი შენი აზრების გადმოცემა, რომ აი რაღაცა ვერ მოწყვეტს ადამიანი თვალს და ამიტომ დღეს ძალიან საინტერესო ჩემი ქმარი არ დაგეთანხმებოდა. რატომ? რა ვიცი, სულ მეუბნება რომ ამბის მოყოლა არ ვიცი. რას ლაპარაკობ? შენ რომ ამბის მოყოლა იცი, ისე არავინ არ იცის. ხო და ნუ მესმის ეს. სახში მოდუნებული რო ვარ ხომ მეზარება და ნერვები აწყდება. ისე კამათობ შენ და შენი ქმარი რამე კონკრეტულ თემაზე თუ ხოთშერს არა და როგორ თვითონ იძახეს ამ ბოლო დროს ჩხუბი მეზარება. ხო. არა. თავბერდი. მე მინდა შევეხო შენს არაჩვეულებრივ გადაცემას, რომელიც YouTube-ზე არის, ეს არის მისმინე. შენ არხს. YouTube არხი. გახსოვს შენთან ვიყავი? ჩემთან იყო შენი მეგონი შენი. გასულიც არ იყო ჯერ. პრეზენტაცია მახსოვს? ხო, თქვაში ვამბობდი რომ ვიწყებთ YouTube არხს. ხო. ასეც და ასეც, რომელსაც ერქმევა მისმინე და დღეს უკვე დაახლოებით 11 თვის თავზე შვენივრად შევქმნით ბრწყინვალე არხი. ძვირფასო მეგობრებო, ამის არ გამოწერა დანაშაულია. თუ რამე საინტერესო ხდება ინტერნეტში, ხდება არხ მისმინეზე. ამიტომ ეს ლიტერატურა გინდა, ისტორია გინდა, საერთაშორისო პოლიტიკა გინდა, შიდა პოლიტიკა გინდა, ბექაყორშია გინდა და ასე შემდეგ. საინტერესო გადაცემები ისე ფორმაშია ბექაყორშია. ბანო ნახავ შაბათს რამდენი გამომწერება. მოება, ისე რა უნდა კითხო ხა, რადგანაც არხი გააქვს, იმას ტექნიკური მხარე აქვს. რაღაცა ხარჯები აქვს, როგორ ისტუმრებ? ანუ სპონსორები. გინდა რომ დამიჭირო? არა. მოკლედ, დღეს ხო ყველა გზა მივიღოთ დაფინანსება არის არალეგალური. ანუ არ არსებობს მედიისთვის ლეგალურად მოპოვებული დაფინანსების წყარო. ეს უნდა ვიცოდეთ, ახლა ჩვენ ვართ ყველა თუ რო ვარსებობთ, უკვე ვართ კრიმინალები, იმიტომ რომ თუ არ ვართ კრიმინალები, მაშინ შიმშილით მოვკვდებით, მაგრამ მე მაინც ვახერხებ, ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ფეხზე, ну, ძალიან ძნელია, ეხა ობიექტურად, აგრო შემოვედი და ეს სიცარიელე რომ დავინახე ერთი პერიოდი ვიფიქრე, კაცო ვანო დაასაქცირეს თუ იმედი. მოჩვენებითი სტუდია, ორი კაცი ზისიკეტაში გაუკრას, ერთი ოპერატორი ყავს. ხო და შეც ხო იცი, ანუ მართლა ძალიან მძიმეა დაფინანსების მოპოვება, არის სულ 1-2 კომპანია, რომელიც ღიად მოდის თანამშრომლობას და რეკლამის მოტანა შეუძლია, არიან ასე ვთქვათ სხვა გულშემატკივრებიც, ხალხიც, რომელიც რიცხავს, დონაციას აკეთებს, მაგრამ ნუ აი მისმინე იცი როდის დავიწყე, როცა აი ყველა გზა მოიქოლა, აი ყველას ეშინოდა, რომ რაღაცნაირად არათუ დაფინანსება მოეცა, რომ აი რომ შეგხვედროდა. მაგალითად, არის ესეთი ერთი ბიზნესმენი, ძალიან მდიდარი კაცი, რომელიც უბრალოდ ოჯახის ახლობელი იყო, ანუ ძალიან ძვირფასი საერთო მეგობარი გვყავდა და აი ჩემი მესიჯი რომ დაესინა, ესეც შეეშინდა. ანუ თვითონ დასინა დასინა მე ერთი ცოტა მე დასინა, მაგრამ არ გამომეხმაურა. ეხლა შეიძლება უკვე გამომეხმაუროს, არ ვიცი. მაგრამ ნუ ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად რო ვილაპარაკოთ, რომ აი ძალიან მძიმე დღეში ვართ მედიები და მართლა ჩვენი გამძლეობის ხარჯზე ვაცოცხლებთ იმ მედია ორგანიზაციებს, რაშიც ვართ. მე იცი რა მახსოვს ერთს მოკეთ დახმარე რო უთხარით უთხრეს უფრო სწორად რომ აი ეკამ გააკეთა მისმინე რაღაც რეკლამას ხო არ მიიტანთ მეგობარი იყო რომელიც მეხმარებოდა ამ კომპანიებთან სიარულში და იმან უთხრა რომ ვაიმე რა ძალა ადგა
მაგარი პასუხია. აი ეს რა ძალა ადგა, აი ამაში ჩანს საშინელი პასუხია. მათი სოციალური უპასუხისგებლობა. იცით რატო რომ აი ეს ილუზია არავის არ კონდეს რომ აი ეს ხა ესენი რომ გადაშენდებიან აი ჩვენზე, მე თვითონ კარგად იქნებიან. ამიტომ ძალა გვადგას, ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. მესმის რომ ბიზნესი ფრთხილია, იმიტომ რომ მესმის რა პრობლემების და განსაცდელის წინაშე არიან, მაგრამ არსებობს რაღაცა კიდევ ღირსების შეგრძნება და აი ამ განსაცდელში ადამიანები იმით განსხვავდებით ერთმანეთისგან განსაცდელში ვიღაცა შეუძლია რომ ღირსება შეინარჩუნოს, ვიღაცა შეუძლია რომ უარი თქვას ამ ღირსებაზე და გაამართლოს განსაცდელით. არა, განსაცდელში ჩანს კარგად ვის აქ ღირსება და ვის არა. რადგანაც აქეთ ბიზნესში აქ პრობლემა სიტყვაზე რომ მე აქეთ ოპოზიციურ მედიაში ფული და იქით მედიაში რომ ცალკე პრობლემა აქვს, იმიტომ რომ რეალურად დასანქცირებული კომპანიაა უკვე, ხო? და კიდე აცხადებენ რაღაცა ბიზნეს კომპანიები, რომ ჩვენ ეხლა მზად ვართ ჩვენი თავი საფრთხეში ჩავიგდოთ და მაინც დავაფინანსოთ, აქვია. ხო, ეს ის კომპანიებია, რომელთაც როგორც ძალიან ლოკალურები არიან და ვერ ასე ვთქვათ, ურჩევნიათ გარისკონ, არ ვიცი, უკვე მათ გადასაწყვეტია, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ პატარებად დარჩებიან სულ, ვერც განვითარდებიან, არაფერი არ იქნება და ნუ რაღაცა ადგილობრივების ბოიკოტსაც ალბათ იწუნებენ საკუთარ თავზე. რა მინდა კითხო, ანუ რადგანაც იმედის დასანქცირებას შევეხეთ, ანუ ესენი რომ დაასანქცირეს, მე მგონია რომ იმედის თანამშრომლებს აბსოლუტურად სხვა რეაქცია ჰქონდათ რა, ანუ ის რეაქცია არ ჰქონდათ, რაც უნდა ქონოდათ. ანუ სხვა რაღაცაზე გაბრაზდნენ და მე სხვა რაღაცით გვახარეს, რომ ჩვენ ხო ხდები? აი, ეხლა ვისთვის დაადეს სანქციები იმეს და პოსტივის, რომ მათ უთხრეს, რომ თქვენ ხართ რუსული დეზინფორმაციის, უზარმაზარი დეზინფორმაციულ პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკები. ანუ თქვენ ატარებთ ამ პროპაგანდისტულ ხაზს, რუსულ პროპაგანდისტულ ხაზს. ანუ ემსახურებით რუსეთის ინტერესებს, ანუ ხართ რუსეთის გავლენის აგენტები ხო, ამ ქვეყანაში. და რა გააკ ეს კი არ გააპროტესტეს. ეს რო ეთქვა ჩემთვის ვინმეს. არც ვიდა წარმოვიდგინე. ალბათ რა ქნეს, ანუ მართლა არ მინახავს ასეთი თავზარდამცემი. აი აღვირახსნილი ამორალურობა. აი სხვა არაფერი არ შემიძლია, უბრალოდ აი ეს სიტყვების რა ქნეს, ხო, აი ესე ფული ქეშად დაურიგეს, იმიტომ რომ ბანკიდან ვეღარ გადაურიცხეს და აი ესე მარაოებად გაშალეს ეს ფული. და ნახე ფული ავიღეთ. ფული ავიღეთ, ნახეთ. აი და თვლიან. ძალიან მაგარი. წარმოგიდგენია, ანუ რა ანუ გონია? ერთხელ გუბაზმა თქვა ჩვენთან მის მინაზე ინტერვიუში, რომ გავრილოვზე უთხარია, რომ კაცო ჩასვითო ზვიადის სკამშიო და იმა თქვას, არაო კაცო, რა ზვიადის სკამშიო, სხვა სკამი ვიყიდესო, იმაში ოფისშიო, რაღაც ოფისის სხვა სკამი ვიყიდეთ. და ეს აფობს რომ კაცო მე უღირებულებებზე ველაპარაკებიო და ისინი ავეჯით პასუხობენ. ხო, თითქოს აი ეს არის გენიალური შეთარება. აი აბრალებენ რუსეთის გავლენის აგენტები არიან, რუსეთისთვის მუშაობენ და ესენი ფულის ბანკნოტებს გვითვლიან და გვეუბნებიან რომ აი ხელფასი ხო ავიღეთ, ყველა გიხარო. რუსეთის ისინი ვართო. კი, კაცო, ეგ პრობლემა არ არისო, თქვენ გიხაროდათო რომ ჩვენო ფულს ვერ ავიღებდით და აი და ამას აჩვენებენ დებენ ანუ ასეთი უხამსობა. აი მართლა აღვირახსნილი უგემოვნობა, ამორალობა, არ ვიცი რა დავარქვა, აღარ მოდის მეტი სიტყვები. ხო, რა, ნუ ფაქტიურად რუსეთის ხო, წარმოუდგენელი რამეა, ხო, აი ესეც მეტყველებს, უკვე რომ აი მართლა დასასანქცირებლები იყვნენ. მარტო ამის გამო დავასანქცირებდი. ხო, მაგრამ აი შენ ხო კარგად აკვირდები ხოლმე, როგორ მუშაობს თვითონ პროპაგანდა? ეხლა რაში შეუშლის ხელს. ანუ ჯერ ის იცი რა მინდა თქვა, რომ მე არ მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში არის მედია ორგანიზაციები, არიან მედია ორგანიზაციები, რომლებსაც ასანქცირებ. ეს არის ქვეყნის სირცხვილი, ეს არის რომ უმძიმეს დღეში ვართ. ეს ერთი. ეხლა მეორე, როგორ ხდება პროპაგანდა და რაზე დაარტყავს ეს სანქციები.
ანუ პროპაგანდისტული მანქანის თავარი ჩონჩხი არის ასეთი, რომ განსაკუთრებით მიმზიდველი, ესეთი წყინავი შოუები გააკეთონ და ყველაზე ყურებადი, ანუ მასისთვის ყველაზე ყურებადი სერიალები აარჩიონ, იმიტომ რომ ამით იბავენ ერთგულ მაყურებელს. და ერთგული მაყურებელი შემდეგ რჩება ამ არხზე, იმიტომ რომ ერთი სერიალის შემდეგ მეორე სერიალს ელოდება, მეორე სერიალის შემდეგ რაღაცა ცეკვავენ ვარსკვლავებს ელოდება. და ამ შუალედში არა მარტო არ არის აუცილებელი რომ საინფორმაციო გადაცემას თავიდან ბოლომდე უყურო. საკმარისია ის სათაურები, ჰედლაინები, რომელიც გესმის აი ამ პაუზების დროს, სარეკლამო ჭრების დროს. სათაური რას გაეცნობით ირაკლი ჩიხლაძის კვირის ანალიტიკურ გადაცემაში. ეს არის. ან რას გაეცნობი რაღაც საღამოს ანალიტიკური მიმოხილვა რო აქვს, ან რაღაცა 8 საათიან ქრონიკაში. ეს არის და მე ეს ქვეცნობია, ეს მესიჯები ჯდება. ქვეცნობიერად შეიძლება იყო მე უბრალოდ ამის ავტომატური გამხმოვანებელი. ასე მუშაობს. აი ადამიანებს წარმოიდგინეთ, აი ყოველ დღე 1000 ბოდვით, გამოგონილი ამბებით, რაღაცა შეთხზული ისტორიებით, ზიზღით წამლავენ თითოეული ადამიანის გონებას. ხო. საზოგადოება სადაც ეუბნები, რომ აი ის არის ცუდი, ის არის შენი მტერი, ის უნდა გაანადგურო. ასეთ საზოგადოება, სადაც თავარი ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე არხი ამას ქადაგებს, იმ საზოგადოებაში ერთი ნაბიჯია სამოქალაქო ომამდე. ერთი ნაბიჯი. კი. სადაც ამ ყველაფერს ქადაგებ, ხო, სადაც ეუბნები საზოგადოების ერთ ჯგუფს, რომ მეორე ჯგუფი უნდა გაანადგურო იმისათვის, რომ შენ გადარჩე, აქ აღარაფერი ძალიან ცოტა დარჩა. და ეს არის ამაში ყველა, ანუ ამაში ვარ ჩათრეულები ყველა, აქეთან ნაპირზე მყოფი და იქეთან ნაპირზე მყოფი. ყველა ხიდი შუაში დაწვეს. და ამიტომ ჩვენ აქეთან ნაპირზე მყოფმა ხალხმა ისევ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს ხიდები აღვადგინოთ, იმიტომ რომ ყველა ერთ გასაჭირში ვართ, ყველა ერთ ნავში ვართ. აი იმ დღეს მოვისმინეთ, აი გულისამრევ რაღაცა პათეტიურ ლაპარაკს, როგორ ხარობენ იმედის დასანქცირებაზე ეს კალი როა თამარ ცაგარეიშვილი, წინა ცხოვრებაში ვიცნობდი. ხო. როგორ ეს რა ვნახეო, როგორ ხარობდნენო ჩვენს დასანქცირებას, როგორ ხარობდნენო, გაშვილები არა ყავთ, შვილიშვილები არა ყავთ, ჩვენ ხო ერთად უნდა ვიცხოვროთო. გვეუბნება ქალი, რომელსაც ხმა არ ამოუღია, რაც დამართეს მზია ამაღლობელს. ხო, საერთოდ. ხმა არ ამოუღია, რაც რის გამო დაიჭირეს უდანაშაულო ბიჭები. ამდენით. ხმა არ ამოუღია ტროტუარზე დაჯარიმებისთვის. ხმა არ αμოუღია არაფერზე, აი ყველა არ ამოუღია, ვაიმე როგორ დამოვიწყდა. როგავაზე, რომელიც მართლა სიკვდილს გადაურჩა. ხმა არ ამოუღია მაკაჩიხლაძეზე, რომელიც ასევე, არ ვიცი, ამაზე საშინელი კადრები რა ჩვენ როგავაზე და მაკაჩიხლაძეზე ნახეთ, მე არ მახსოვს, ხო? არაფერზე ხმა არ ამოუღია. და ხოლოდ ამაზე აღშფოთ და აი ეს გულის ამრევი ფარისევლობა საიდან მოდის ან აი არ მესმის მართლა არ მესმის რა ხდება ამ ადამიანის გონებაში თან ჟურნალისტი ამდენი წელი ნამუშევარი ერთი პერიოდი მეგონა რომ აი კარგი ქალი და ჟურნალისტი იყო ადრე რაღაც ალიონი რომ იყავდა აი რას როგორ იხრწნებიან ადამიანები აი წარმოუდგენელი აი ეს პაჭკა ფული როგორ ხწნის ადამიანს უბრალოდ წარმოუდგენელია რა მარტო ტელეკომპანია ხო არ არის თვითონ ესენიც ხო უწყობენ ხელს თვითონაც ავრცელებენ მაგალითად დეზინფორმაციას ის რა იყო რომ ახლა მაგალითად ბრიტანეთი იმიტომ ასანქცირებს რომ თურმე დებატები არ მოეწონა ტელეკომპანია იმედს ამას ამბობს თანამდებობის პირი რომელიც აი რა კატეგორიის ხალხი იჯერებს ამას? აი ხო აქვთ ქოცებს ხარს ვიც უჭერს, მათ აქვთ ესეთი მიდგომა, რომ აუ ეხლა ძმაო, ყველგან ომია და ჩვენ ომს გადავრჩით რა. მე ძალიან კარგად მესმის და სიგიჟეა იმაზე ლაპარაკი, რომ აუ როგორ გეშინია და რაღაცა. ომი შიში არის ყველაზე საბაზისო შიში და უსაფრთხოების ინსტინქტი, რომ შევინარჩუნო უსაფრთხოება არის ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ინსტინქტი. მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა. ქართული ოცნება ატარებს თუ არა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ
რაღაც გრძელ ვადაში თუ საშუალო ვადაში ან მოკლე ვადაში უსაფრთხოება შეგვინარჩუნებს. ანუ როგორ შეიძლება ვენდოთ იმ ადამიანების გეოპოლიტიკურ ანალიზს, რომელიც მარტო მაროშკინას და ხათუნა ხოფერიას ანალიზებს გას ხალხო. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ამერიკა ემზადება ირანზე დასარტყმელად ბოლო 3 კვირა. აი ყველაფერი ამაზე მიუთითებს. წესით გეოპოლიტიკის გიგანტებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ირანს დაარტყავს ამერიკა და ისრაელი ერთად, ირანს აუცილებლად ექნება საპასუხო დარტყმები და საპასუხო დარტყმების მთავარი სამიზნეები, მათ შორის იქნება ყურის ქვეყნები. სპარსეთს. ხო, და რას ხედავთ? თავის დაბადების აი იმ ღამეს მე და გივი რო ვიწერდით თარგამაძე ანუ პარასკევს და ვამბობდით რომ აი ხვალ სავარაუდოდ ხვალინდელ დღეს არ გადაცდება ეს ომის დაწყება. ხო. დღეს გაფრინდა კახი კალაძე აბუდაბიში. და იქ დაბადების დღე გადაიხადა აი. ხო, აბუდაბიში დუბაიში. მთელი ამერიკის არმია თუ რამე აქ რკინის ამერიკას მთელი კოცობის ესე თქვათ ხო ელიტა წავიდა საგულაოდ ხო და აი რა ვიცი თუ ამათ იმედად ხართ ხა ამ კაცის იმედად სადაც ეს კაცია იმის პროგნოზების როგორ უნდა დაიჯეროს კალაძეზე ჯერ გრუშევსკის ქუჩას ვერ გაცდაო პროტესტიო მერე სანქციები არ იქნებაო აი არაო დამიჯერეთ არ იქნებაო მერე ეხლა ამ ომის დროს წავიდა ოჯახთან ერთად იქ სადაც არ უნდა ცხელწერტილში ჩავიდა პირდაპირ ეგ მაგის თვითფრინავი რომ დაჭდა მაშინ დაარტყა ამერიკამ და ისრაელმა ირანს მაშინ მოკვდა აიათოლა მაშინ მოწყდა სხვათა შორის ვაკე და ვერა სოფლიო იმას რა სამყაროს იმიტომ რომ არც ბენი იყო არც ჯუქი არც წყალი არც ინტერნეტი და არაფერი მიუხედავად იმისა რომ წინადღეც გითხრა რომ ყველაფერი მზად არის ვიცი რომ ძალიან სერიოზული წვიმები იქნება ჩვენ მომზადებულები ვართ უმაღლეს დონეზეო და თურმე თვითონს ვაწავიდო მეათე დღეა ინტერნეტი არ მაქვს მე წვიმას გაექცა იგე დაწყვიტა ყველაფერი წინა გაეცა წვიმას გაექცა და აღარ ვიყვირის წვიმაში მოყვა აი როიტყვიან კარგად ხო და მოკლედ მე დავფიქრებ მე მართლა ნამდვილად სერიოზულად რო ვილაპარაკოთ ახალ სოფლიოში ვართ ძალიან იცვლება სოფლიო დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია და იმისათვის რომ ჩვენმა irma პატარა ქვეყანა მოახდინოს ნავიგაცია ასეთი ცვლილებების დროს რაც შეიძლება უსაფრთხოდ ამას ჭირდება უკიდურესად კომპეტენტური ადამიანები, რომლებმაც იციან საგარეო პოლიტიკა როგორ მუშაობს. ჩვენი ერთადერთი გადარჩენის გზა არის ძლიერი მოკავშირეები. ჩვენსადაკვს. ხო, იმიტომ რომ ეს არის სასაცილო კვაზი დიქტატორი ეს კაცი რა ის არა აქვს ბირთვული იარაღი ამას არა აქვს, შაჰიდის დრონები ამას არა აქვს, ფთოსანი რაკეტები ამას არა აქვს, არაფერი ამას არა აქვს. არაფერი არა აქვს და ერთადერთი აქვს ეს შეთქმულების თეორიები, რომლითაც ყველას აგიჟებს. სხვათა შორის საწყალი ეს რა ქვია, რუხაძე, ამას იძახოდა სულ. ხო. აი, ეხლა ორმა მეგობარმა რა მომიყვა. ერთმა უცხოელმა ბრიტანელმა, რომელიც კონტაქტობდა ხშირად რუხაძესთან, მითხრა, რომ გეუბნები წელიწადნახევრის წინანდელ ამბავს. ხო. რომ მითხრაო, რომ მე ვუთხარიო რა ხო იცი რა სიგიჟეს ლაპარაკობთო რა deep state რა გლობალური ომის პარტია რა მეორე ფრონტი რა არისო აი თან რუხაძე ტყვიანი ტიპია ყველაზე ტყვიანი ვირთხა იყო ივანიშვილის გარემოცვას შორის და ძალიან კარგად ისმოდა ეს ბოდვები ესმოდა ძალიან კარგად და მაგიტო გაასწრო დროზე ხო და ეს და მე მითხრა რომ იციო რაო მეო ვიციო შანსი არ არისო შეეწინა უბრალოდ წარმოუდგენელია. აი ეგ რასო შეეწინააღმდეგო, ხო? კი, და სხვა შორის გივი თქვა ჩემთან ინტერვიუში, ამ ინტერვიუსაც ძალიან გირჩევთ, თუ არ გიყურებიათ თარგამაძემ, აი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო მის მინაზე. თქვა რომ ეხლა ივანიშვილს სანქციები რომ მოუაო, იქო სიყვარულით იქა ეწერებაო ამ სანქციებზე სიყვარულით რუხაძისგან. გავიღვიძე მეორე დღეს გადაცემა გავიდა და იწვის ლიბერტი ბანკის რაღაცა ადგილი. და მე რომ გამოვიკითხე, აქ რა ხდება მეთქი იმ კონკრეტულად იქ არისო ზუსტად რუხაძის კაბინეტიო. ძალიან უცნაურად არის, მე ფაქტებს ყვები.
ამბებს ყვები. ხო, ვითომ რაღაცა ესეთი ვერაფერს ვერ დავამტკიცებ. ავხელა ესეთი შენობას უცბად რაღაცა ნიფტი შახტაში ცეცხლი რანაირად შეიძლება გაჩნდეს. მაგრამ ძალიან სიმბოლური დამთხოვა კი იყოს. ძალიან უცნაურად შეიძლება. პირდაპირ რუხაძის ასე თქვა ოთახს მოედო ალი. უცნაურად მოედო ალი რუხაძე. იცი რა გამახსენდა ერთი ძალიან ისეთი ფაქტი, მე მგონი სადღაც რომელიღაცა საელჩოში ერთმანეთს გადაეყარეთ. აი რაღაცა ეგეთი ხო სწორად მახსოვს. აი ხა კი, სწორად გახსოვს და სხვა შორის რადიო თავისუფლებაში რა ქონდა ინტერვიუ რუხაძეს. მაშინ რაც დაიწყო თავის მოძრაობები, თქვა რომ ამ შეხვედრაზე ილაპარაკა. ბიჭო, ისე რომ არ მახსენე. ხო, ხო, იქ იყვნენ, აი ჩაიხან პატარა ის არის მედია ორგანიზაცია ძალიან კარგი. აი ჩაიხანას წარმომადგენელი იყო, ის იყო მე არ მახსენე. ხო და მაშინ მივხვდი რომ ესე იგი რაღაც ძალიან ცუდი გაუკეთე, რა ხო იცით რამე ადამიანები. ზოგადად რა სიტუაცია იყო? მოკეთ დამირეკეს ჩეხეთის საელჩოდან და მითხეს რომ თავისუფალი მედიის პრობლემებზე და გამოწვევებზე გვინდა თქვენთან საუბარი. აი საელჩოებიდან იქნებიან ელჩების მოადგილეები და მოდით და ილაპარაკეთ რა გამოწვევის წინაშე დგახართ. და მივედი იქ და რა ყავს სვავ და ზალიკო დუმაშვილი შეუძლია ყველაფერს დაგიდასტუროს. ამომიდგა გაგვერეს და მითხა რომ იო მე რუხაძეცო აქ ყოფილაო. მეთქი რა? და ამას ასე ვშვიდათ, რატო მეუბნები და გავარდი მეორე ოთახში. სადაც შეხვედრა ოფიციალური ნაწილი იყო. ის თავისთვის მარტო. ხო და ეს რო დავინახე გადამეკეტა. ხო, ნუ და გვერდზე ვიდგას ჩეხეთის ელჩი. აი მოსული კაცია ისეთი დიდი, მაღალი. ვეუბნები ამ ჩეხეთის. მეთქი ეს აქ რატოა? აი ეს აქ რატოა? გამეცი პასუხი. ხო, მაღლა ელაპარაკე. კი. ანუ მე უნდა ვილაპარაკო ამასთან ერთად თავისუფალი მედიის გამოწვევებზე? ანუ ამანაც უნდა ილაპარაკო თავისუფალი მედიის გამოწვევებზე, მეც უნდა ვილაპარაკო თავისუფალი მედიის გამოწვევებზე. ეს კაცი მე თქვა დასანქცირებული უნდა იყოს, ახლა აქ კი არ უნდა იჯდეს მეთქი. ხო. და მოკლედ ეს მეხვეწება, ხო კაცო, გეხვეწები დაწყობ. ხო ვერ დავწყნარდები ამ კაცთან ერთად ერთ ოთახში არ ვიქნები და არ ვილაპარაკებ მედიის თავისუფლების პრობლემებზე საქართველოში. იმიტომ რომ ეს არის პროპაგანდისტი, ბინძური პროპაგანდისტი, რუსული პროპაგანდის გამტარებელი საქართველოში. მოკლედ შუაში ჩამიდგა, მე დავჯექი. რო დავჯექით, ამას ქონდა პირველი სიტყვა და ხო მედიის თავისუფლებაზე, თავისუფლების პრობლემებზე და გამოწვევებზე უნდა გველაპარაკა და დაიწყო ლაპარაკი. ანუ ოცნება აგზამინდა ყველა შეხვედრაზე ამას, რომ ელაპარაკა ოცნების ეკონომიკურ მიღწევებზე და როგორ ყვავის ქვეყანა ივანიშვილის ხელში. და დაიწყო ამაზე ლაპარაკი და გავაჩვენეთ. მე ვთხარი კიდევ ერთხელ, ეხლა უკვე ოფიციალურ შეხვედრის ნაწილში ვითხოვ ამიხსენით ეს კაცი აქ ვისი სახელით არის მოსული და ოცნების ეკონომიკურ წარმატებებზე რატომ ლაპარაკობს, როდესაც აქ ვართ მოსული მედიის თავისუფალი მედიის პრობლემებზე სალაპარაკოთ. მაინტერესებს აქ გავარკვიოთ ერთი თემა. თქვენ ხო გაინტერესებთ რატომ არ არის დისკუსიები და დებატები ქართულ ტელეარხებზე? მაშინ მუშაობდი მთავარზე. მე შემიძლიათ მეთქი გითხრათ რატომ არ არის დებატები ჩემ არხზე ან სხვა ოპოზიციურ არხებზე? იმიტომ რომ არ მოდიან უკვე წლებია და არც თავის თავთან არც პარტიასთან ასოცირებულ პირებს არ აგზავნიან. არავის. და ეხლა ვკითხოთ მეთქი ბატონ რუხაძეს თვითონ რატომ არ იწვევენ ოდნავ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს თავიანთ არხზე. ეხლა მოდით მეთქი რუხაძე მისევ ეკონომიკურ გადაწყვიტა რომ გვერდი აევლო ჩემი კითხვა, მაგრამ მე ხო ჰარტოკის წამყვანი ვარ. წლები უბრალოდ აღარ მაქვს საშუალება, იმიტომ რომ არ მოდია ჩემთან რომ ჰარტოკი წავიყვან. მეთქი შანსი არ არის, სანამ ამ კითხვაზე პასუხს არ გამცემს და არ გაგცემთ თქვენ, მანამდე ჩვენ სხვა თემაზე ვერ ვილაპარაკებთ, თქო. წამოდგა ელჩი და თქვა რომ გეხვეწ, არა მე ვთხარ. ამ კითხვაზე. რა გინდა? იქნებაც არ მოდიხარ. აი ბოლოს იცი რა თქვა? რა? აი ეს იყო გასაცოდავებული ბლუყუნი თუ მომისმენია, აი მომისმენია, ამაზე უკეთესი ამ თვალსაზრისით არაფერზე არ მომისმენია. მითხრა რომ იცი რა, ამას უნდა რომ გვარამია და მისი ქმარი დავსვა ეთერში. შოთა. ხო, ეხლა ხო წარმოგიდგენია რომ რატო არ მახსენა. იმიტომ რომ
აი რომ გამოვედი, ხო არის ხოლმე რომ ესეთ დროს ფიქრობ, რომ აუ, ესეც უნდა მეთქვა, რაღაცა დავაკელე. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ვთქვი, რომ არაფერი არ დაიწყო. ხტატ ბოლომდე. კი, კარგია, კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ მახსოვდა რომ რაღაცა მე იმისათაც გამოვარდა ეგ ამბავი. კი, ისა დადიოდა, ლეგენდები დადიოდა ამაზე, მაგრამ სხვა შორს შენ გიყვები პირველად ეს საჯაროდ, ახლა მე ხო, ნუ ეს სკანდალი აქ პირველი სკანდალი ხო. აი გამოკლეთ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა. მინდა წარმატებები გისურვო და გამარჯობა უსურვოთ ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე. ძალიან დიდი მადლობა, ეკა კვესიტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ფასტელი მაყურებელო. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.